გვაქვს. საყოველთაოდ დაზღვევა 1 თებერვლიდან ამოქმედება. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რა ითვალისწინებს დაზღვევის მინიმალური 5ლარიანი ბაჭეტი. მასში შედის ოჯახის ეთიმის და გადაუდებელი ჰოსპიტალური და ამბულატორიული მომსახურება. დაზღვევა გაუგრძელდებათ ასევე იმ პირებს, რომლებიც სახელმწიფო დაზღვევით აქამდე სარგებლობდნენ. საგეგმო წოდებული მინიმალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც შედგება ორი ძირითადი ლოტისაგან. ეს არის ოჯახის ეკიმთან ვიზიტის და სპეციალისტთან ვიზიტის, ანუ პირველადი ჯანდაცვითი მომსახურების სულიმიტო მომსახურება და ეს არის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებაც, ასევე გარკვეული ლიმიტის ფარგლებში, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული. ორი წლიანი ეგრეთ წოდებული 5ლარიანი პაკეტი მოიცავდა თანაგადახდას პირველი შემაკავებელი ფაქტორი, მეორე მაშინ არ იყო ესე განვითარებული სადაზღვევო ინდუსტრია და მოსახლეობას კითხვები უსწრებოდა. მესამე, თვითონ პაკეტის შემადგენლობა ჩემი აზრით არ იყო ოპტიმალური, იმიტომ რომ მასში შედიოდა სამი მთავარი ფაქტორი, ანუ პირველი ჯანდაცვა, გადაუდებელიც და გეგმეურიც. ამ პაკეტში ეს არ შედის.